დაპირისპირებას ადგილი არ ქონია, მე არ დავარქმევ, რომ ამას სოფელში ქონდა დაპირისპირებას ადგილი. სოფელმა გამოხატა თავის ნება. სოფლის ნება არის უზენაესი ჩვენთვის ადგილობრივი თვითმმართველობისთვის. და ხალხს რაც უნდა, ისე იქნება და ხალხის ნება არის ის, რომ არ გაკეთდეს აქ სამლოცველო სახლი. რაც შეეხება კონსტიტუციურ უფლებას, ვინც ad ილოცოს და დაუშვათ როგორ ილოცონ, იმ სამ ადამიანზეა საუბარი, რომელიც ამ სოფელში ცხოვრობს და სურს, რომ სამლოცველო სახლი კონდეთ. იმ სამ ადამიანს აქვს თავის სახლში მოწყობილი და 37 წლის განმავლობაში თავის სახლში ლოცულობდნენ. შესაბამისად, როგორც ერთ მხარეს აქვს უფლება, ასევე მეორე მხარეს აქვს უფლება თავისი შინაგანი პოზიციის გამოხატვის და ხალხმა გამოხატა პოზიცია. ყველაზე მთავარი რაც იყო და ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა ძალოვან უწყებებთან ერთად რაც მოახერხეთ, იყო ის, რომ დაპირისპირებაში არ გადაზრდილიყო ეს ურთიერთობა. ეს იყო დაპირისპირება არ იყო ბატონო ირაკლი, როგორც ვიცით აქ ეს ადამიანები ერთ წამით კითხვას დავასრულებ. ეს ადამიანები აცხადებენ, რომ მანქანაში ძალის გამოყენებით შეყარეს სოფელში შესვლის შესაძლებლობა არ მისცეს. რატომ ამბობთ იმას, რომ აქ დაპირისპირებას არ ქონია ადგილი? დაპირისპირებას ადგილი არ ქონია, იქიდან გამომდინარე, რომ სამართლებრივ ჩარჩოებს არ გაცდენია დღევანდელი აქციის და დღევანდელი მსვლელობის ფარგლები. შესაბამისად, ამ ადამიანებს, ისევე როგორც აქვთ უფლება თავისი პოზიციის გამოხატვის და ხაზი გაუსვათ ერთ საკითხს, ეს ადამიანები არიან იმ სოფლის მაცხოვრებლები. ეს ადამიანები ჩამოსულები არიან და ეს ადამიანები დღეს არ ჩამოსულან. დაახლოებით 1 კვირის განმავლობაში ჩვენი ინფორმაციით ეს ადამიანები დადიან ამ სოფელში და ცდილობდნენ გარკვეული სოფლის შვიდ ცხოვრებაში შეეტანათ გარკვეული ასე ვთქვათ წერტილები. მაგრამ სოფელმა ამ 3-4 დღის განმავლობაში ცალსახად უთხრათ, რომ აქ მეჩეთის გაკეთების სურვილი არავის არ აქვს. მაგრამ ამ ადამიანებმა დღეს კიდე მაინც მოისურვეს, რომ ჩასულიყვნენ და იქ ხელოვნურად გასაგებია, მაგრამ აი თქვენ მაინტერესებს, თქვენ თუ ეთანხმებით? მე ვეთანხმები ხალხის აზრს. ხალხის აზრი არის ჩემთვის უზენაესი. და კანონი? კანონი არ დარღვეულა დღეს. კანონი არ არის უზენაესი. კონსტიტუციით მათ აქვთ უფლება, კონსტიტუციით მათ აქვთ უფლება, რომ საკუთარი აღმსარებლობის შესაბამისად მოიქცნენ და ვთქვათ, ილოცონ და ასე შემდეგ. ლოცვაში კიდევ ერთხელ ვამბობ, აი სწორედ აქ არის საკვანძო მომენტი. მათ აქვთ იმის უფლებაც, რომ ააშენონ სამლოცველო სახლი თუნდაც. აქ დავასრულოთ თქვენის ნებართვით. დიახ. ლოცვის უფლება აქვს ყველას და რაც ყველაზე მთავარია, ლოცვის უფლებას არავინ არ უზღუდავს იმ სამ ადამიანს. იცით თქვენ რომ არის 1600 მაცხოვრებლიანი სოფელია. სოფელი სამთაწყარო და 3 ადამიანია მხოლოდ და მხოლოდ ამის მსურველი. ამას აქვს კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ ეს ადამიანები, ვინც დღეს იყვნენ ჩასულები, არც ერთი არ არის ამ სოფლის მაცხოვრებელი და ხელოვნურად იქმნება არანაირი პრობლემისგან ხელოვნურად იქნება პრობლემა გარკვეული. გასაგებია, თქვენი რწმუნებული აცხადებს, დღეს იქ იყვნენ უფლებადამცველები, დღეს იქ იყვნენ სხვადასხვა ჟურნალისტებიც, ყველამ თავისი თვალით ნახა, რომ ამ სოფელში არანაირი პრობლემა არ არის და ხელოვნურად იქნება პრობლემა. რატომ აგერ ერთი უფლებადამცველი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სწორედაც იყო პრობლემა, იყო დაპირისპირება, სამართალდამცავები, რომელი უფლებადამცველი იძახის ამას, ეხლავე შეგვიძლია ერთობლივად. კი ბატონო, მობრძანდით, აი ბატონი გიორგი იძახის ამას. კი ბატონო. ბატონო გიორგი, თქვენ ფიქრობთ, რომ დღეს გქონდათ დაპირისპირებას ადგილი? სამართლებრივ ჩარჩოებს გასცა ეს ყველაფერი? რატო გასცა სამართლებრივ ჩარჩოებს? პირველ იმიტომ რომ წაიყო გადაგებული, ეს გადაკეთება კანონდარღვევა და ამხანაგურება მაშინ. პოლიციის ვალდებულებაზე გადაეცნა. პირები, რომლებიც იყვნენ სამართლებრივ ამიტომებიც და მეორე ალტერნატივით მიდიოდნენ სოფელში, რათა მონაწილეობა მიიღოთ სასულიერო რიტუალში, რელიგიურ რიტუალში და მათ ხელი შეუშალეს სოფელში გადაადგილება. სასულიერო რიტუალში გამოსვლები ხონდა. კი ბატონო. კონსტიტუციის 22 მოხდეს თანახმად. ყველაფერს აქვს საქართველოს თერტორიაზე. თავისუფლად გადაადგილების უფლება. საპატრულო პოლიციას ან ზოგადად სამართალდამცავ ორგანოებს აქვს ვალდებულება. თუკი ეს ფაქტი იზრდება, გახსნა გზა და მთელი სოფელი ისე როგორც მე გეტყვით ახლა ამას გიყვასვებ, ისე როგორც აქვს უფლება მოქალაქეს რომ გაიაროს გარკვეულ გზაზე. ასევე აქვს მოსახლეობას მთელ სოფელს უფლება იმის, რომ თავის ნება გამოხატოს. მაგრამ მე აქ როგორც შევატყე, ახლა აი აქ ყველა ვართ ის ადამიანები ბრძანდებით, ვინ ჩამობრძანებულები იყავით იქ და რეალურად არც ერთი არ ხართ იმ სოფლის მაცხოვრებელი. თავარი პრინციპი არის ეს და სოფელს რა უნდა, ხალხს რა უნდა, ამას თქვენ ნაკლებ ყურადღებას აქცევთ. თქვენ ამას არ აქვს მნიშვნელობა. დაახლოებით უფლებების კუთხე კანონის წესი არ არის გასაცდელი.
სოფელ საჯაროს სივრცე რაც არის საჯაროს სივრცე ეს არის რაც შეეხება ლოცვის საკითხს ხომ იმ ადამიანებს იმ სამ ადამიანს ვისაც აქვს ის ლოცვის სურვილი 37 წლის განმავლობაში ამ ადამიანებისთვის არც არავის არ შეუზღუდია არც ეს არ უზღუდავს და არც მომავალში არ შეუზღუდავს დავასრულებთ თქვენის დავასრულებთ თქვენის ნებართვით დავასრულებთ იმ სამი ადამიანს არავის არ შეუზღუდია ეს უფლება და როგორც აქამდე 37 წლის განმავლობაში ისე დღეს და ისე მომავალში არავინ არ შეუზღუდავს. აქ საუბარი არის შემდეგზე, რომ მეჩეთის გახსნაზეა საუბარი. მოსახლეობა რას ფიქრობს, ხარც რა უნდა, ეს იყო დღევანდელი გამოხატულება მოსახლეობისა. გამოხატვის ფორმა. რაც შეეხება ლოცვის აკრძალვას, არავის ხელშეშლას არავის არ შეუძლია. არავის არ აუგზალია ეს და თქვენ ამ შემთხვევაში აი აქ ვინც ვართ, ყველა აბსოლუტურად ჩამობრძანებულები იყავით სხვადასხვა რაიონებიდან, სხვადასხვა რეგიონებიდან. არც ერთი მაგრამ თქვენ ამ შემთხვევაში არ აქცევთ ყურადღებას სოფლის მოსახლეობის ნებას. აი ეს არის თქვენი პრობლემა, ჩემი აზრით. და ხელოვნურად ქმნით პრობლემას. კანონი უნდა გასულიყო, ეს არის ჩემი საზოგადოების ნება. ეგ არის ხმაშ ეს არის ჩემი პასუხი ბატონო გიორგი და თქვენი პრობლემა სწორედ ამაშია, რომ მოსახლეობის ნებას არასდროს არ აქცევთ ყურადღებას. ჯერ კანონს და შემდეგ ნებას. ყოველთვის ეს ორი არის კანონი და მოსახლეობის ნება. მოსახლეობის ნება არის უზენაესი, ისე როგორც კანონის ნება არის უზენაესი. უზენაესი არის კონსტიტუცია. უზენაესი არის საქართველოს კონსტიტუცია. რა უნდა თქვა ბატონო ჩემო? ჩამობრძანებული იყავით იმისთვის ეს თქვენ იცოდეთ ერთი კვირის განმავლობაში იცოდეთ რომ ხალხის ნება იცოდით ერთი კვირის განმავლობაში, მაგრამ მაინც ჩამობრძანდით იმისთვის ხალხის ნებას აი იძახით, მაგრამ იქ რომ მუსლიმი ხალხი ამათ ნება არა. დღეს გამოსულები სწორედ მუსლიმებიც იყვნენ გამოსულები. მუსლიმები გაუგნებოდნენ ამ ყველაფერს. ხელოვნურად ქმნით ამ პრობლემას. ხელოვნურად ნუ შევქმნით პრობლემებს, ამას გეუბნებით მე. ისაკითხი რომ ორი ჯგუფი, სოფლის ორი ჯგუფი გაყოფილია, ის რომ დაუშვათ ერთმანეთში დაპირისპირებას აქვს ადგილი. მსგავსი რა არ ხდება და ეს ვინ თქვა? კითხვას მისვავენ ჟურნალისტები რომ ესეთი პასუხი მოუწოდეთ. მე ეს კითხვა არ დამისვამს ბატონო ირაკლი. მოსახლეობაო. არ ვიცი. მე ყოველ შემთხვევაში ორი სხვადასხვა აზრი არის, ორი სხვადასხვა პოზიცია არის და მე გეუბნები არის. ამით დავიწყოთ. ეს ორი რელიგია, ყველა რელიგიას აქვს თავისი უფლებები. ჩვენ არავის უფლებებს ძალიან მარტივად რა ესე. რო არ იყოს ჩვენი საუბარი ბელეტრისტიკა, მარტო ჩემგანაც და თქვენგანაც. ძალიან მარტივად გეუბნებით. კონსტიტუციის 22 მუხლით აქვს თუ არა ყველა მოქალაქეს გადაადგილების თავისუფლება და ქონდა თუ არა კარგად ნაკაიძეს უფლება სოფელში, იქ სოფელში რომელიც სამწარო ქვია, ჩასულიყო და იქოლიოცა. მე მეორეც გეტყვით. აქვს თუ არა ეს გამოხატვის უფლება აქვს თუ არა თავისუფლება. კანონთან არ უნდა მოვიდეს წინააღმდეგობაში. შეკრება მანიფესტაციის შესახებ კანონის გზის გადაკეტვა არის აკრძალული. ხალხმა დააფიქსირა თავისი აზრი, ეს არის ჩემი პასუხი. კი ბატონო, დაფიქსირა უკანონო ფორმა არის პრობლემა, თორე აზრი ყველა. თქვენი პრობლემაა სწორედ ის, რომ ხელოვნურად ქმნით პრობლემებს, ჩამოსული ხალხი ქმნით პრობლემებს. მეტი არაფერი პრობლემა არ არის იმ სოფელში და ჩვენი თხოვნა სწორედ ეს არის, ხალხს მოაბრალებთ ამ ყველაფერს. როგორ ლაბარაკობთ? ხე ხარ სახელმწიფოს წარმომადგენლები. თქვენ მომისმენთ, თქვენ არა გაქვთ თქვენ არა გაქვთ უფლება რომ თქვენ არა გაქვთ ლევან წამოდი ლევან ვინმე შეუძღებთ მithunეს საჯარო სივრცეში ან თუნდაც გადაადგილება თუნდაც ლოცვის შემიძლია გავიდე დავდგე მინდორში და ვილოცო კიდევაც შემიძლია ჩამოვიდე კიდევაც ჩვენი ჩამოსვლის მიზანი რაც შეეხება ჩვენი ჩამოსვლის მიზანი არსებობს იქიდან გამომდინარე გასულ კვირას გასულ პარასკევს იმ მოსახლეობამ რომელსაც დღეს გადაგვიდგა და არა მარტო იმ მოსახლეობამ რომელიც დღეს გადაგვიდგა დღეს იქ მოიყვანეს მარშრუტკებით სხვადასხვა სოფლებიდან კიდე მოსახლეობა გამოყარა ნოხები მეჩეთიდან ანუ იქ სადაც სამლოცველო არის მოწყობილი მე როგორც ქართული მუსლიმთა კავშირის ერთ-ერთი წარმომადგენელი თავს ვალდებულად ჩემი სარწმუნოების მქონე ადამიანზე რა პრობლემა აქვს ჩამოვიდე და გავიგო რატო არ მაქვს მე ამის უფლება ჩამოვიდე და გავარკვიო ჩემს მორწმუნე ძმასთან თუნდაც არა მორწმუნე ქართულ ძმასთან სიტუაცია რა ხდება რაში არის ამაში დანაშაული რატო არ შემისვით დღეს სოფელში ეს ერთი ეს ძალიან ცუდი პრობლემაა თქვენ სახელმწიფოს წარმომადგენლები ვალდებული ხართ რომ უზრუნველყოთ ყველა ის უფლება როგორც სხვა დანარჩენ მორწმუნეებს აქვს მაგითო ვიყავი ზუსტად ჩამოსული ამიტომ დღეს თქვენ ეს ვერ გააკეთეთ ვერ შეგმენთ ეს პრეცედენტი ამიტომ თქვენ დღეს მეუბნებოდით იმას რომ რამდენი კაცი არის რამდენი კაცი ითხოვს ამას მაგას არ აქვს მნიშვნელობა ერთი ადამიანი ლოცვის უფლებას აქვს ერთ ადამიანსაც როგორც არის გასულ პარასკევს მოსახლეობამ რომელზეც შენ რეაგირება არ გააკეთე გასულ პარასკევს მოსახლეობა შესული მეჩეთში იმიტომ რომ ფაქტი დღეს სახეზე გავს
შესული, სადაც აპირებდნენ ლოცვას უკვე, ლოცვის დროც იყო მოსული და გამოყარა ამ მოსახლეობამ, სხვა ვიღაცებმა ძალებმა, რომლებმაც არ მოასწეს იმის საშუალება, რომ აი ეს ადამიანის ბრძანდებოდა იქ. ამიტომ მე ჩამოვედი დღეს რომ გამერკვია და უფრო სწორად დაინტერესებული ვიყავით. ეს არის დანაშაული, უნდა დაიჭირეს. აი ეს უნდა დააკავეს. არ ვიცი იქ რა მოხდა, არ ვიყავ. აი ეს ადამიანი ხო არის აგება. ვიცი რომ ეს ადამიანი იყო, მაგრამ პოლიცია უნდა დააკავოს. იყო პოლიციაში მისული და განაცხადა. პოლიცია ვალდებულია საჯარო საქმე როცა და გახმოვანება თავადაც გააკეთოს ეს იმის გარეშე რომ ეს კაცი აკეთებდა პოლიცია კითხვა მე არ უნდა დამისვა. მე სახელმწიფოს ერთად გელაპარაკებ საქართველოს წარმომადგენელს გასაგებია. ადგილზე იყო იქ თავი ჩემი ამომრჩევლის ხო? მე პატა ამომრჩეველი რომელთანაც ვალდებულება მაქვს.